ეს შპრიცი იყო, კაცო, ვიპოვეთ უილსონი. ვიპოვეთ მღვიმე, სადაც ძილს შევძლებთ. ეს საერთოდ არ არის კარგი ბიჭებო. ეხლა გათენდა, ღმერთო ჩემო, პატარავ. შეხედეთ ამას ბიჭებო. ჩვენ ვართ იქ, სადაც ჯუნგლები ხვდება სუფთა, ბროლივით გამჭვირვალე ოკეანეს. რადგან მომდევნო 24 საათის განმავლობაში ბიჭებო, მე ამ კუნძულზე მინიმალური რესურსებით უნდა გადავრჩემ. ერთადერთი რაც მაქვს, ის ზურგჩანთაა. და რასაც ახლა ვაკეთებთ, ესაა რომ მივდივართ ამ ბროლივით სუფთა სანაპიროზე. იქიდან დავიწყებთ გადარჩენას პატარო. ხო, ჩავიდეთ და ვნახოთ რა ხდება. წავედით. ეხლა ხან ჩამოვედით ამ სანაპიროზე ბიჭებო და უკვე ისე ვიწურები ოფლში, როგორც ლესბოსელი მონაზონი ქევზის ბაზარში. გეუბნებით პირდაპირ. მაგრამ შეხედეთ ამ ადგილს. გვაქვს ულამაზესი თეთრი ქვიშის სანაპიროები. გვაქვს მწვანე ხასხასა მთები. და ზუსტად ჩემს უკან გვაქვს ბროლივით სუფთა ლურჯი წყალი. კეთილი იყოს თქვენი მოგზანება ინდონეზიაში პატარავ. იუპი! შემდეგი 24 საათის განმავლობაში ბიჭებო, მე ვაპირებ გადარჩენას ძალიან მცირე რესურსებით. რა თქმა უნდა, აქვე გვაქვს ჩვენი ლასტები. ეს ნამდვილად დამეხმარება, როცა იქ გავალთ. გვინდა მოგვიანებით თევზის პოვნა ვცადოთ. და როგორც ხედავთ, ზურგჩანთაში კიდევ რამდენიმე რამ მაქვს. მოდით ვნახოთ რა არის შიგნით. პირველ რიგში ბიჭებო, აქ გვაქვს ეს ხელის შუბი. ეს ნივთი ძირითადად საშუალებას მოგცემს, რომ უფრო დიდი თევზი ან დიდი ცხოველები დავიჭიროთ აქვე მეჩეთში. ეს ძალიან გამოგვადგება საჭმლის მოსაპოვებლად. შემდეგი რაც გვაქვს არის დრონი. ეს საერთოდ არ დაგვეხმარება. გვაქვს ჰიდროკოსტიუმის ზედა ნაწილი. ეს ძირითადად დამიცავს მგონია ყველა მედუზისა და სხვა მჩხვლეტავის ზღვის ცხოველებისგან, რაც იქ არის და გამათბობს კიდეც. გვაქვს მხოლოდ GoPro და GoPro-ის ბატარეები. გვაქვს ური. ეს მთელი ხამის განმავლობაში გამათბობს და ამიცავს ყოღოებისგან და ქვიშის ბუზებისგან. გვაქვს ნიღაბი და ხელთათმანები. ეს უბრალოდ დაგვეხმარება ყვინთვისთვის. და ბოლოს გვაქვს ჩვენი ბოლო ნივთი. აქ გვაქვს ფოლადი და კაჟი. საბოლოოდ ეს დაგვეხმარება ცეცხლის დანთებაში, საჭმლის მომზადებაში, შეიძლება მარილიანი წყლის სუფთა წყალად გადაქცევაშიც კი. არ ვიცი, მაგრამ ძალიან გამოგვადგება. ეს 12 ხელი ყველაფერი. არაფერია მეტი ზურგჩანთაში პატარავ. ეს არის ყველაფერი რაც გვაქვს მომდევნო 24 საათის გადასარჩენად. ვფიქრობ ესაა, ვიპოვეთ მღვიმე, სადაც დღეს-ღამეს გავათევთ ბიჭებო. კარგი, მოდი აქვე მოვეწყოთ. კარგი, გამოწვევა მიღებულია. მომდევნო 24 საათის განმავლობაში ამ სანაპიროს არ დავტოვებთ. არ გვაქვს არც საჭმელი, არც წყალი და არც თავშესაფარი. და როგორმე უნდა გადავრჩეთ აქ. მოქმედების გეგმა ასეთია. ჩემი ყველა აღჭურვილობა მღვიმეში დავტოვე. ზუსტად ჩემს უკან. ვფიქრობ, ეს შეიძლება კარგი ადგილი იყოს ჩვენთვის, რომ დღეს-ღამეს გავათევთ ბიჭებო. მაგრამ რაც მინდა დავიწყო, ალბათ ამ სამ სანაპიროს შესწავლა. ინდონეზიის ამ სანაპიროებზე ბევრი ნაგავი გამოირეცხება. და ამ ნაგვის ბევრი ნაწილი ჩემთვის ნამდვილი განძია, როცა აქ გადარჩენას ვცდილობ. მოდით გავისეირნოთ და ვნახოთ რას ვიპოვით. ეს რა არის? აქ რაღაც ჭიქა, ეს ნამდვილად არ გამომადგება. აქ რაღაც ქაფია, ბევრი ჩამორეცხილი ხეა. ალბათ ზოგიერთი მათგანი შეგვიძლია გამოვიყენოთ ცეცხლის დასანთებად, მაგრამ ჯერ საჭმელი უნდა დავიჭიროთ. პოთლი. ცარიელია, შეხედე აქ. ეს სეფიის ხერხემალია. როცა კალმარი კვდება, თავის ხერხემალს ტოვებს. და ეს ნივთები სინამდვილეში ოკეანეში დაცურავენ. და შეგიძლია ეს გამოიყენო თუთიყუშებისა და სხვა ფრინველების გამოსაკვებად. ეს მათ მისკარტს ამკვეთრებს. საინტერესო ფაქტია, მაგრამ ჩვენ ვერ გამოვიყენებთ. ასე რომ სანაპიროზე დავტოვებთ. გავაგრძელოთ. შეხედე ამ ნაგავს. აქ გვაქვს რამდენიმე პატარა პლაჟის ჩუსტი, ამათგან ვერაფერს გამოვიყენებთ. კიდევ ბოთლებია, შიგნით არაფერია. კარგი, გავაგრძელოთ. ნახეთ, ზღვის ზღარბია, ამას ვერაფერში გამოვიყენებთ. ვიპოვეთ უილსონი. ჰა! ღმერთო ჩემო. ნახე ეს, ძველ ბუიას გავს ან რაღაცა მსგავს. ეს რაღაცა ალბათ დიდხანს ტილტივებდა ზღვაში. ჩანს რომ მთლიანად დამტრეული. მაგრამ აი ის, ეგ არის უილსონი. ეგ ჩვენთან ერთად იქნება მომდევნო 24 საათის განმავლობაში ბიჭებო. ამას აუცილებლად ბანაკში დავიღებ, ეს ნამდვილად ასია. და მართლა აღფრთოვანებული ვარ. ეხლა მარტო აღარ ვართ. ვიპოვეთ უილსონი. ეს ძალიან კარგია. ძალიან აღფრთოვანებული ვარ. კარგი, ვნახოთ კიდევ რა გვაქვს აქ. შეხედეთ ამას. წყლის ბოთლი გვაქვს, შეხედეთ ამას. ეს რაღაცა ძალიან ძველია. არ ვიცი ეს სუფთაა თუ არა, რადგან ჟონავს. არ ვიცი თქვენ ხედავთ თუ არა. ეს სუფთა წყალია, კაცო. ეს სუფთა წყალია. ჩვენ ახლახან ვიპოვეთ სუფთა წყლის ბოთლი სანაპიროზე. აი ეს ხდება აქ ინდონეზიაში ბიჭებო. აქ ბოთლები უბრალოდ ნაპირზე ამოდის. ისინი ზღვაში დიდი ხანია დაცურავენ. დასაწყისისთვის სუფთა წყალი გვაქვს. ღმერთო ჩემო, ეს ყველაფერ შეცვლის. ვიპოვეთ ძველი თევზაობის ძაფი, თოკი და კიდევ რაღაცები. ეს რაღაცაში გამოგვადგება, აუცილებლად წავირებ ამას. ასე რომ გვაქვს წყალი, გვაქვს თოკი და გვყავს უილსონი. ვფიქრობ ეს კარგი დასაწყისია. წავიღოთ ეს ბანაკში. საკმაოდ სამწუხაროა ნაგვის ნახვა, მაგრამ აქ ამ მომენტში ეს ჩემთვის ნამდვილი განძია.
ცოტა რისკია ჩემთვის ბიჭებო ამ წყლის ბოთლის აღება, რადგან რეალურად არ ვიცი რა იყო მის შიგნით. შეიძლება ბოთლში მწერები იყო, ან ცხოველების ვამდენ იქიდან. შეიძლება დაბინძურებული ინულია. ნამდვილად არ ვიცი. ბოლო რამ რაც მინდა არის ის, რომ ინდონეზიაში საავადმყოფოში მოხდა. მაგრამ თუ მიცნობთ, იცით რომ მაინც გავრისკავ. რეალურ გადარჩენის სიტუაციაში პირველი რაც მოკლავს არის მზე. გაუწყლოვანება, მზის დარტყმა, სწორედ ეს მოკლავს. ის ფაქტი რომ ახლა ეს მღვიმე ვიპოვეთ, უბრალოდ სიგიჟეა. თავს გოლუმივით უგრძნობ ძმაო. არ მოგატყუებ. გოლუმივით მოვეწყვე ჩემს მღვიმეში. მაგრამ ეხლა ერთი ძალიან გიჟური იდეა მომივიდა. მინდა ვცადო ავაწყო რაღაც საწოლის და სკამის მსგავსი რამ გონი იმ ხის ნაჭრებით, რომლებიც ამ სანაპიროზე ჩამორეცხა. გონი ეს ნაწილი მინდა ავიღო. ნახე ეს ნაწილი აქ. უნდა ავიტანო აქ ჩრდილში, დაახლოებით იქ, სადაც მოვეტყვეთ. ეგეც გოქს. ესაა ჩვენი კონსტრუქცია, დაახლოებით ასე. ეხლა უბრალოდ ამას გავწმენთ. ამ ხის ნაჭერს აქ ავიღებ, ზუსტად ასე დავდებ. ეს ჩვენი პატარა ჩექის დასადგამი იქნება. კარგი. ალბათ ბევრს გაინტერესებთ, რატომ დავაყენე წყალი ასე. იმიტომ რომ აქ ზემოთ გაჟონვა გვაქვს. არ ვიცი, ხედავ თუ არა. თუ სწორად დავდგამთ, უბრალოდ გამოჟონოს. არა. ზუსტად ასე, ეხლა ამ სკამის კონსტრუქციას აქ დავაყენებ. გვაქვს ეს უკანა ბოძი. და კიდევ ეს, რაზეც შეგვიძლია მივეხმოთ. ამ ზურგჩანთაში რომ მაისური გვაქვს, იმას გამოვიყენებ. უბრალოდ შემოვახო. ამით ფაქტობრივად შევქმნით ძალიან კომფორტული სკამი, რომელშიც დღეს ღამით შეგვიძლია დავიძინოთ. მართლა ძალიან კომფორტულია. ღმერთო ჩემო. აი ასე იქნება იდეალური ალბათ საწოლი, ან როგორც გინდათ პატარა სკამი, დაახლოებით 2 წუთში. როგორც კი მოქცევა დაიწყება, ყველა ცხოველი, ყველა თევზი და სუფთა წყალი შემოვა მასთან ერთად. და იქიდან შევძლებთ ავიღოთ შუბი და გავიდეთ გარეთ. იმედია ვეცდებით საჭმლის მოპოვებას დღევანდელი დღის მეორე ნახევრისთვის, რადგან ახლა მგონი რაღაც ტიპის თავშესაფარი გვაქვს. გვაქვს ეს მღვიმე, სადაც დავიძინებთ, გვაქვს ეს წყალი, თუმცა შეიძლება კიდევ მოგვიწიოს წყლის მოძებნა. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არანაირი საჭმელი. ასე რომ მოგვიწევთ ცოტა მოგვიანებით ვცადოთ საჭმლის მოპოვება. კაცო, მგონია რომ მომავალ კვირას იკეაში დაიწყებენ ამ სკამების გაყიდვას. იმდენად კარგია. არ მოგატყუებთ ბიჭებო, მართლა ძალიან მომაყოფ ამით. ალბათ საწოლია, სკამია, რაც არ უნდა იყოს ეხლა. ძალიან კომფორტულია, კაცო. უბრალოდ ვზივარ აქ და ვისვენებ. წყალი აქვე გვაქვს. ცოტა ქვიშიანია, მაგრამ ხომ იცით, ქვიშას არავისთვის არაფერი დაუშავებია. ასე რომ აი ეს არის ის წყალი, რაც უნდა გვეყოს. ეს კარგი არ არის, ძმაო, ეს კარგი არ არის. არ ვიცი, ხედავ თუ არა ამას, ეს წყალი მთლიანად მღვრია და დაბინძურებულია. ჯანდაბა, ეს საერთოდ არ არის კარგი probably. ვაუ. ალბათ უნდა შემემოწმებინე სანამ დალევას დავიწყებდი ღმერთად შემა. უბრალოდ წყლის პირას ჩავედი რომ პირი გამევლო მგონი მარილიანი წყლით და დავინახე რაღაცა მცურავ. ვერ დაიჯერებთ რა, გაგვიმართლა ახლა. შეხედეთ ამას. არა. ვიფიქრე რომ ქოქოსი გქონდა კაცო, ჯანდაბა. ეს ჩვენი პირველი აღმოჩენაა კაცო. ეს იქ სასმელად არ ვარგა. ეგ ვიღაცის შარტს გავს, კაცო. ეს საზიზღრობა, კარგი, ამას არ დავლოთ. არანაირად არ დავლევ სხვის შარტს. კიდევ ცოტა წყალი გვაქვს, ეგეც ძალიან მღვრია. თუ ხედავთ, ეს წყალი მართლა ძალიან მღვრია. ამას არ დავლევ. შეხედეთ ამას. შეხედეთ ამას. შეხედეთ ამას. აი ზუსტად ეს. ეს ბევრად უკეთესია ძმაო. აი ზუსტად ეს არის ნამდვილი წყალი. ეს ბევრად სუფთა ჩანს, ვიდრე ის საზიზღარი წყალი. და ხო, არ არის გახსნილი. არ ჟონავს. ასე რომ კარგი ვცადოთ. ძმებო, ნეტა შეგეძლოთ გეგრძნოთ, რამდენად ცხელი არის ეს ახლა. ეს წყალი დაახლოებით 40 გრადუსია. ხო, კარგი. კარგია, ეს ახალია. ამას შევინახავთ. ეს იქნება ჩვენი წყლის ბოთლი, რომელიც შემდეგი 20-4 საათის განმავლობაში გვექნება. აი ეს წყალი. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ნერვიულობ ამაზე. არ მოგატყუებთ. ძალიან მღვრია და შიგნით პატარა შავი წერტილებია. არ ვიცი, უბრალოდ ჩემი გონება მეთამაშება თუ არა, მაგრამ გონია რომ მუცელი უკვე მეშლება. რასაც ახლა გავაკეთებ ესაა რომ 5-10 წუთი ჭრდილში დავიწდივ. ნახავ, როგორ ვიგრძნობ თავს. თუ ცოტა უკეთ ვიგრძენი თავი, უნდა დავიწყოთ საჭმლის, უნდა დავიწყოთ საჭმლის ძებნა. ალბათ შემდეგ 10-15 წუთში გავიგებთ, მართლა ცუდად ვარ თუ არა. ამ მომენტში 3 სხვადასხვა ვარიანტი გვაქვს. პირველი ვარიანტია რომ უკან გავცუროთ და შეიძლება რიფსზე ძალიან ცუდად დავიზიანოთ თავი. მეორე ვარიანტია, რომ აქვე მეჩეთში დავრჩეთ და ვცადოთ შუბით თევზაობა, მაგრამ გონია რომ წყლის გამჭვირვალობა არ იქნება კარგი, რადგან ქაფიანი წყალი სუფთა წყალს ურავს. მესამე ვარიანტია, დაველოდოთ დაბალ მიქცევას, რომ წყალი დაიწიოს და ვცადოთ ამ კლდის აუზებში გავლა. ნახოთ, დარჩა თუ არა რომელიმე ცხოველი ამ მიქცევის აუზებში. რაღაცნაირად მგონია რომ რიფსზე ძალიან ცუდად დავიზიანებ თავს. არ ვიცი რატომ. უბრალოდ მიზიდავს საშიში რაღაცები და ის რაც ალბათ არ უნდა ვაკეთო. აქ მაქვს ჩემი ჰიდროკოსტიუმი, შუბი და ფარფლები. მემზადებ.
ეხლა იმ რიფზე გავალთ, რომელიც ჩემს უკანაა. როგორც ჩანს, საკმაოდ ძლიერი ტალღებია. ვფიქრობ, ეს ჩვენი საუკეთესო შანსია, რომ ვიპოვოთ ისეთი რამ, რაც ნორმალური ვახშამი იქნება. შეგვიძლია მეჩეჩებზე ავიდეთ, მაგრამ გონია, რომ იქ მხოლოდ რაღაც უაზრობას ჭამთ. ღმერთო, რა ამბავია? იქ ტალღები ძლიერდება, საკმაოდ სერიოზულად გამოიყურება. წავიდეთ და ვცადოთ თევზის დაჭერა ამ შუბით. წავიდეთ, კარგი. ვაუ, რაღაც დავიჭირეთ. ღმერთო ჩემო კაცო, ეხლა სულ ძალა გამოცლილი ვარ. იქ ძალიან საშიში იყო ბიჭებო. იქ მინიმუმ 6 ფუტიანი ტალღებია. 100% ბოლოს 2 პატარა თევზი დავიჭირეთ. აი ეს პატარა ქირურგი თევზია და ეს კი ცოტა უკეთესია. მაგრამ გითხრათ ბიჭებო, ამაზე სახში წერილს ნამდვილად არ მივწერ ჩემს მშობლებს. გეუბნებით. ძალიან რთულია იქ საჭმლის მოპოვება. ყოველ ჯერზე როცა ხელის შუბით დაღუმიზნებდი, მაგრამ ზვირთი დამარკამდა და გვერდზე მწევდა. მაგრამ უი, ეხლა ისე დავიღალე. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. საჭმელი გვაქვს ბიჭებო. დღეს შუა დღეს ცეცხლზე ახალდაჭერილ თევზს შევჭამთ, სანამ ჩვენს მღვიმეში შევიფარებთ თავს. ალბათ მოსაოდნელი ღამისთვის. მართლა ბედნიერი ვარ, რომ საჭმელი გვაქვს. ღმერთო ჩემო, ეხლა არავინ მყავს, ვისთანაც გულს გადავიშლი ვილსონის გარდა. დიდი მადლობა ძმაო, რომ ზრუნავ ჩემზე. კაცო, რა უცნაური ვარ. მართლა საშიში იყო იქ ბიჭებო, არც კი ხუმრობ. იქ ისეთი დიდი ტალღები მოდიოდა, 6-7 ფუტის სიმაღლის იმ რიფზე. მე დიდ ტალღებზე ვსერფავ ხოლმე, მაგრამ ეს მართლა საშინელი იყო, კაცო. კი, მაგრამ ალბათ ვილსონს არ უნდა გოცნიდე. ეს დიდად არ დამეხმარება, მაგრამ ასე ვიქცევი. რაც ეხლა მინდა დავითხოვ არის აქაურობა. მოვიარო და ზუსტად ნახო, სად შეგვიძლია ვიპოვოთ შეშა. და მგონი ის ნივთებიც როცდათ ირდება, სანამ ღამე შევხვდებით. მაგრამ აქ რაღაც ძალიან უცნაური ვიპოვე, კაცო. უბრალოდ ჩაფუტი ვიპოვე ძმაო. ეს რომ ქონოდა, როცა შუბით თევზაობაზე მივდიოდი, უნდა წამეღო. რიფისგან დამიცავდა. ეხლა უკვე გვიანი შუადღეა ბიჭებო. ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა დავიწყო შეშის შეგროვება. უნდა დავანთოთ კოცონი. ეს ღამით გამათბობს და ინ თევზსაც მოვამზადებ, რომელიც დავიჭირეთ. უნდა დავიწყო ნაპერწკლისთვის შესაფერისი მასალის შეგროვება. მერე უკვე პატარა ტოტებს, უფრო დიდ ტოტებს შევაგროვებთ და კოცონს ავანთებთ, კაცო. ესაა მთავარი. კოცონი უნდა აინთოს. კარგი, პირველი ნაბიჯი. ვეძებ ნაპერწკლისთვის შესაფერის მასალას. როცა ნაპერწკლისთვის მასალას ეძებ, უნდა მოძებნო ისეთი რამ, რაც ძალიან მსუბუქი, ფაფუკი და ჰაეროვანი იქნება. ასეთ მასალას ადვილად მოეკიდება ნაპერწკალი იმ ცეცხლგამჩენი ქვისგან, რაც გვაქვს. აი ეს ქოქოსი. ეს რაღაცები ზოგჯერ გამოგადგება, ზოგჯერ არა. ზოგჯერ ნაპერწკალს იღებს, მაგრამ ხშირად ეს ქოქოსები ოკეანეში მოგზაურობენ და შიგნით საკმაოდ ნესტიანია. ესეც ცოტა ნესტიანი ჩანს. ამიტომ არ გამოვიყენებ. გონია რომ უკეთეს ვიპოვით. შეხედე ამას. ეს ძალიან მშრალი ჩანს. აშკარად მსუბუქი და ფაფუკია. ფიქრობ ამას ვცდით. თუ არ გაამართლა, ალბათ სხვა რამეს მივმართავთ. არ ვიცი, რომელი უფრო საშიშია. ეს ხის ნაჯერია, რომელსაც ლურსნები აქვს ამოჭრილი. თითქმის დავაბიჯე. და მე გვერდით რომ შევხედე, შეხედე ამას. ეს შპრიცია, კაცო.
თითქმის დავაბიჯე ამ შპრიცზე, ეს უბრალოდ საშინელებაა. ეხლა უკვე იცით, რატომ მიზიანდება ფეხები ასე საშინლად ამ გადარჩენის მისიებზე. კაცო, აქ უბრალოდ გროვებადაა ეს ჩამორეცხილი ხეები. შეხედე, აქ ხის შეგროვება ძალიან მარტივია. ეს იდეალურია, ჩვენი ბანაკი ზუსტად აქ გვაქვს ბიჭებო. აქ ვაპირებ ღამის გათევას, ასე რომ ცეცხლს აქ დავანთებ. აქ მინდა მგონი ავანთო და ყველაფერი ასე მოვაწყო. რაც ეს ცეცხლი გააკეთებს, ძირითადად მთელი ღამის განმავლობაში სითბოს მომცემს. ის დამიცავს მწერებისგან, ქვიშის ბუზებისგან, კოღოებისგან. მთელი შეშა აქ მიდევს. შეგიძლიათ ნახოთ. ყველაფერი მზადა. ეხლა რასაც გავაკეთებ, ესაა რომ ამ ქოქოს ცოტას გავწკნი. ხედავთ როგორ ვგლეჯ. მინდა რომ ძალიან ფაფუკი და ბოჭკოვანი გამოვიდეს. იმედია ეს ნაპერწკალს აიღებს. მიჭირს ცეცხლის დანთება ბიჭებო, არ მოგატყუერთ. ქოქოსის ბოჭკომ ნაპერწკალი არ აიღო, ამიტომ უბრალოდ სასეირნოდ წავედი. და მგონი მაგარამეს მივაგენით. იმიტომ რომ დაწყევლილი მგონი მორის თუ რაც არის, შიგნით არის ყველაზე მსუბუქი და ბოჭკოვანი მასალა, რაც კი ოდესმე მინახავს. ასე რომ თუ ეს ნაპერწკალს არ აიღებს, არ ვიცი კიდევ რა აიღებს. ბიჭებო, გინდათ კარგი ამბავი გაიგოთ თუ ცუდი? ღმერთო ჩემო, რა უიმედო ვარ. ეხლა ვიპოვე საუკეთესო ანთების მასალა, შეხედეთ ამას. აქვე ამ შრალი ბალახი. გინდათ იცოდეთ რა არის ცუდი ამბავი? არაფერი მაქვს რომ ნაპერწკალი მოხსნა. არ ვიცი სად წავიდა. სადღაც აქ დავტოვე, მაგრამ აღარ არის. ყველგან მეძებდი იმას. ასე რომ ვერანაირად ვერ დავანთებ ცეცხლს, თუ არაფერი მაქვს რომ ეს ავანთო. ღმერთო ჩემო. კარგი, იმ თევზს არ დავკარგავთ. დილით რიბზე მაგრად ვიცვალეთ ამის გამო. ასე რომ რასაც გავაკეთებ, არის ის რომ წავალ და დაობან მას. და მგონი უბრალოდ საშიმის ვჭამთ, პატარავ. კარგი, წავიდეთ და დავბანოთ ეს თევზი. მოდი ავიღოთ ჩვენი თევზი აქედან. თევზი ავიღეთ. კარგი, წავიღოთ ქვემოთ. ყველაფერი გეგმას არ მიყოლია. იდეალურად. მინდოდა ცეცხლი დამენთო, რადგან ეს გამათბობდა დღეს ღამით. მაგრამ მაინც გვაქვს ის მაისური. მოგვიწევს ეს თევზები საშიმის სტილში შევჭამთ. როგორც ხედავთ, ახლა ხან დავბანეთ ჩვენი თევზი. რასაც ახლა გავაკეთებ ბიჭებო, ცხადია ამ გამოწვევაზე დანა არ მაქვს, ასე რომ სხვა გზა არ მაქვს. რასაც ახლა გავაკეთებ არის ის, რომ თიც ჩავდე ბანალურ ხრელში. აი აქ. ეს სწორად არ ჟღერს, ხომ ასეა? ეხლა უბრალოდ ბოლომდე გავატარებ თიც. აი აქ შეგიძლიათ ნახოთ. თუ ბოლომდე გაატარებთ და ამოწევას გააგრძელებთ, უნდა შეძლოთ თავი და ყველა შიგნეული ერთიანად ამოიღოთ. ზუსტად ასე. როგორც ხედავთ, ახლა ეს თევზი მთლიანად დავბან. რასაც ახლა გავაკეთებ არის ის, რომ უბრალოდ ვიჭერ კანს და ვქაჩავ. ეს თეთრი ხორცია. კარგია ეს საშიმი. მოხედე, ეს არ არის ის, რასაც ფეშენებელურ რესტორანში მიიღებ, მაგრამ ეს არის საწოი, რომელიც ძალას მომცემს, რომ გავაგრძელო. არ მოგატყუებთ ბიჭებო, ის საშიმი ნორმალური იყო. ალბათ 6 ან 7 ქულას მივცემდი 10-დან. მაგრამ კაცო, როგორ მინდოდა ცეცხლზე შემწვარი თევზი, ხრაშუნა და თბილი. ღმერთო ჩემო, ეხლა ღამეც მოგვიწევს გავატაროთ ცეცხლის გარეშე რომ გაგვატყოს. ვა, მაგარი გასართობი იქნება. კარგი, ცოტა ადრე ნაპოვნი წყალი გვაქვს. უბრალოდ ვცდილობ რომ ამით ვისიამოვნო. გემო არც ისე უცნაურია, ნორმალურია. მე და ვილსონი ახლა უბრალოდ ვისვენებთ. ვცდილობ კბილებიდან თევზის ქერცლები, კანი და ყველაფერი ამოვიღო ძმაო. მერჩი უნდა ცეცხლზე კარგად შემწვარი თევზი მეჭამა. მაგრამ იდიოტი ვარ და ეს ფოლადი და კაჟი დავკარგე. ღმერთო ჩემო, იმედი მაქვს დღეს ღამით არ შეგწივდება. იმედია კოღოები არ გამოჩნდებიან, რადგან ჩვეულებრივ ცეცხლი ჩემი მხსნელია. წინ გრძელი ღამე გველის ბიჭებო. დარჩით ჩემთან გთხოვთ. როგორც ხედავთ, თითქმის აღარაფერი სინათლე დარჩა. ეს სინათლეც მალე გაქრება. საწოლში ვწვევი, მაისური ჩავიცვი. იმედი მაქვს ეს მთელი ღამის განმავლობაში გამათბობს ბიჭებო. მაგრამ თქვენ უნდა დარჩეთ ჩემთან, რადგან ცეცხლის გარეშე ძალიან მარტო ღამე იქნება. ეს ნამდვილად ასეა. ასე რომ აქ ვართ. ასე გავათენებთ ამზე. გავათენებთ ამ ღამეს. სინამდვილეში საკმაოდ კომფორტულია. ამ ღვიმეში ვართ. საწოლი მოვაწყე, რომელიც თავად გავაკეთე. და არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმარი წვავს. ვილსონი აქ არის. ეს ვართ ჩვენ. თუ რამე გიჟური მოხდება ღამის განმავლობაში, შეგატყობინებთ, მაგრამ დილას ადრე გნახავთ. პირველივე სინათლეზე გავალთ აქედან. ეს ნამდვილად ასეა ძვირფასო. აქედან გავალთ ვილსონ. კარგი, მგონი ხო 2 ან 3 საათია დილას. სიმართლე რო გითხრათ, დიდად ვერ ვიძინებ, მაგრამ ქარი ძლიერად ამოვარდა. ბაუღები ისევ ძლიერად ეხეთქება ნაპირს, მაგრამ ვფიქრობ კიდევ 2-3 საათი და პირველი სინათლე გამოჩნდება, მერე კი აქედან გავალთ. დილომშვიდობისა მეგობრებო. ღმერთო ჩემო. ეხლა უკვე ინათა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ღამე, რაც ოდესმე მძინებია ჩემს ცხოვრებაში, კაცო.
ქვიშა ყველგან მაქვს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდალეის ამ შორეულ სანაპიროზე ჩვენ შევძელით გადარჩენა საკვების, წყლისა და თავშესაფრის გარეშე. ვერაფერს ვამბობ, კაცო, ძალიან გრძელი ღამე იყო. ვალაგებ ყველაფერს და ეხლავე მივდივართ აქედან. წავედით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ არ დაგავიწყლეთ მოწონება და გამოწერა. შემდეგი თავგადასავლის დროს ისევ გნახავთ მეგობრებო. დიდი სიყვარული. იჰა.